მოიმატა დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში და ახლა ირანის ირგვლივ დიდი კითხვა ტრიალებს. თუ ქვეყანა მართლაც ძლიერ გაჭიროებაშია სანქციების, ამერიკის ზეწოლისა და სამხედრო წარუმატებლობების სერიის გამო, რატომ ჩანს, რომ ისინი მაინც მყარად დგანან მოლაპარაკებში? ეს არის სიტუაცია, რომელიც ნელ-ნელა კვლავ აცხელებს თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას. დასავლური მედიისა და ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თითქოს ახალი დიპლომატიური მიმოცვლა შედგა. სანქციების, სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე. თუმცა თეირანის ტონის დარბილების ნაცვლად, პირიქით მათი მოთხოვნები კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკითხია ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა. ირანის მთავრობა დიდი ხანია აცხადებს, რომ მათი ბირთვული საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიანიანი ენერგიისა და სამოქალაქო გამოყენებისთვისაა. მაგრამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიხედვით, ირანის გამდიდრების აქტივობის ამდენიმე ნაწილი უკვე გადააჭარბა იმ დონეს, რაც ჩვეულებრივ საჭიროა სამოქალაქო ბირთვული ენერგიისთვის. ამიტომ ამერიკა, ისრაელი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ირანი შესაძლოა მხოლოდ დროის გასაყვანად იყენებს მოლაპარაკებებს, სანამ აგრძელებს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რატო არის ირანი ეხლა ესეთი მტკიცე, საჭირო უფრო ღრმა მიზეზებს დაუბრუნდეთ. ბევრი ათწლეულის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სანქციები თითქმის არასდროს გაუქმებულა. ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანს უწყვეტად უწესებდნენ ეკონომიკურ შეზღუდვებს, ნავთობის ემბარგოს, საბანკო შეზღუდვებს და დიპლომატიურ იზოლაციას ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან. და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ირანულ მოქალაქეებსაც შეეხოდა. დაიწია მათი ვალუტის ღირებულება, გაიზარდა ინფლაცია, გაძნელდა უცხოური ინვესტიციები და მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ბოლო წლების ანგარიშების მიხედვით, სანქციებს დიდი გავლენა აქვს ირანის ეკონომიკაზე. ამიტომ თეირანისთვის სანქციების საკითხი უბრალოდ დიპლომატიური პრობლემა არ არის. მათთვის ეს გადარჩენის საკითხია. მაგრამ ამერიკის მხრიდან კი განსხვავებული შეხედულებაა. ვაშინგტონს არ სურს სანქციების დაუყოვნებლივ მოხსნა, თუ არ იქნება კონკრეტული შეზღუდვები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ჯერ სურს მკაფიო გარანტია, რომ თეირანი არ განავითარებს ბირთვული იარაღის შექმნის უნარს. სწორედ აქ იკვეთება დაძაბულობა. CSIS-ისა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ორივე მხარე თითქოს ელოდება, თუ ვინ დაიხებს უკან პირველიველი. ირანს არ უნდა რომ დანებებულად გამოჩნდეს, ამერიკას კი არ უნდა რომ სუსტად გამოჩნდეს. ამასთან სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება ჰორმუზის სრუტის გამო. ეს არის ნავთობის ტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიწრო გასასვლელი მთელ მსოფლიოში. შეფასებით გლობალური ნავთობის გადაზიდვების დიდი პროცენტი ყოველდღიურად აქ გადის. ამიტომ როცა ირანს და აშშ-ს შორის დაძაბულობა იზრდება, გლობალური ბაზრები მაშინვე ნერვიულობენ. თუ ამ ადგილას სამხედრო ესკალაცია მოხდება, ეს შეიძლება ნავთობის ფასზე, გადაზიდვის მარშრუტებზე და გლობალურ ინფლაციაზეც კი იმოქმედოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი სხვა ქვეყანაშია, მისი გავლენა შეიძლება იგრძნოს ბენზინის, საკვების და იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ მაშინ, როცა ამერიკიდან ზეწოლა გრძელდება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. ირანის მოკავშირეებით სრულად მშვიდად არ არიან. თეირანს ჩინეთთან და რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან საკუთარი ეკონომიკა ირანის გამო საფრთხეში ჩააგდონ. ზოგიერთი საერთაშორისო ანგარიშის მიხედვით, პეკინი მაინც ფრთხილად მოქმედებს, განსაკუთრებით სანქციებსა და ნავთობის ვაჭრობაში, რადგან არ სურთ, რომ დასავლეთთან უფრო დიდი ეკონომიკური ინტერესები დააზიანონ. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანს ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს, ეს მხარდაჭერა შეზღუდულია და რაც უფრო დიდხანს გრძელდება დაძაბულობა, მით უფრო ძლიერდება ზეწერდება ზეწოლა თავად ირანში. ეკონომიკური უკმაყოფილება მოსახლეობის ნაწილში გრძელდება, ასევე არსებობს ცნობები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით შიდა პოლიტიკური უთანხმოების შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად აშკარაა, რომ ირანის ხელმძღვანელობა არ სურს ამერიკის წინაშე სისუსტე აჩვენოს. მათი აზრით, თუ ისინი უკომპენსაციოდ უკან დაიხევენ, ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც პოლიტიკური მარცხი არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ საკუთარ მოსახლეობაშიც. ამიტომ ეხლა ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ რაკეტებზე, სანქციებსა და ბირთვულ ობიექტებზე არ არის. ეს არის ბრძოლა ზეწოლის, სიამაყისა და პოლიტიკური გადარჩენისთვის. და რადგან თეირანისა და ვაშინგტონის პოზიციები ორივე მხარეს მტკიცია, მხოლოდ ერთი არასწორი გათქვა საკმარისია, რომ რეგიონი ახალ კრიზისში ჩააგდოს, რაც შეიძლება არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ მთელ მსოფლიოსაც შეეხოს. როდესაც ამერიკის შესაძლო ახალი სამხედრო მოქმედების შესახებ საუბარი უფრო და უფრო მწვავდება ირანის წინააღმდეგ,
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები თეირანის ბირთვულ საკითხზე კიდევ უფრო თამამი ხდება. საჯარო გამოსვლისას მან პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკა ირანს ბირთვული იარაღის ქონას არ დაუშვებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე არასდროს დაუშვებ, რომ სოფლიოს ნომერ პირველი ტერორიზმის სპონსორი, რაც უდავოდ არიან, ბირთვული იარაღის მფლობელი გახდეს. ამას ვერ დაუშვებ. მაგრამ მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ ვირუსულ გამოსვლებსა და ონლაინ კომენტარებში ნახსენები ბევრი რიცხვი, რომელიც ირანში მსხვერპლსა და შიდა მდგომარეობას ეხება, ჯერ დამოუკიდებლად არ დაუდასტურებიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამიტომ ამ საკითხში მნიშვნელოვანია დადასტურებული ფაქტების გამიჯვნა პოლიტიკური რიტორიკისგან. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ნათელი, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია. Reuters-ისა და სხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკა განაგრძობს ზეწოლას ირანის ურანის გამდიდრების საქმიანობის შესაჩერებლად. ამასობაში თეირანი ამტკიცებს, რომ როგორც სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება გააგრძელოს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა. მაგრამ სანამ დიპლომატები საუბრობენ, სამხედრო მხარეს სულ სხვა მოძრაობებია. არსებობს ცნობები, რომ ვაშინგტონში კვლავ განიხილავენ უფრო მასშტაბურ საზღვაო ოპერაციებს სპარსეთის ყურეში. განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის მარშრუტია. თუ ეს ტერიტორია დაზარალდება, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი შეიძლება დაზარალდეს. შესაძლებელია ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა, გლობალური გადაზიდვების შეფერხება და აზიაშიც კი იგრძნოს გავლენა საწვავზე და იმპორტირებულ საქონელზე. ამიტომ რეგიონის თითოეულ სამხედრო მოძრაობას აკვირდება არა მხოლოდ ამერიკა და ირანი, არამედ ჩინეთი, ევროპა და ის ქვეყნები, რომლებიც ძლიერ დამოკიდებულნი არიან ნავთობის იმპორტზე. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ახლა არის აშშ-ის საზღვაო ძალების ახალი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ კომერციული გემების დაცვაში სპარსეთის ყურეში. არსებობს გემები, რომლებიც რამდენიმე კვირა ან თვეებია დაგვიანებულია რეგიონში ესკალაციისა და თავდასხმის შიშის გამო. ამიტომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ასევე აჩვენოს, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ მთავარი საზღვაო მარშრუტების გახსნილობა. მაგრამ ირანისთვის აშშ-ში სამხედრო გემების ყოფნა მათ ტერიტორიასთან ახლოს პირდაპირი ზეწოლა და პროვოკაცია. და აქ ხდება სიტუაცია სახიფათო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ სრულმასშტაბიანი ომის ოფიციალური განცხადება არ არსებობს, საკმარისია ერთი არასწორი გათვლა, რაკეტის ინციდენტი ან საზღვაო დაპირისპირება, რომ კრიზისი გამწოვდეს. ამასთან ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საგარეო პოლიტიკა არ დგას სასტორზე, არამედ ირანის შიგნით არსებული ძალაუფლების შიდა ბრძოლაც. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ რაც უფრო ძლიერდება გარე ზეწოლა, მით უფრო იზრდება ქვეყნის შიგნით მკაცრი ხაზის მომხრე ჯგუფებისა და სამხედრო ფიგურების გავლენა. Laking papel sa national security at regional operations. Pero mahirap tukuyin kung gaano kalaki talaga ang kanilang საომარი გემების ფონზე ძლიერდება ხის ტიპის დამოუკიდებელი გავლენა ქვეყნის შიგნით. რაც ნათელია თეირანიც და ვაშინგტონიც ერთნაირად არ აპირებენ უკან დახევას. ამერიკისთვის არსებობს ირანის წითელი ხაზი. ირანის ხელმძღვანელობისთვის კი აშშ-ის მოთხოვნებისადმი ზედმეტი დათმობა შეიძლება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც სისუსტე დაღიქმებოდეს. ამიტომ სანამ დიპლომატიური ჩიხი გრძელდება, სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობაც იზრდება. და ახლო აღმოსავლეთში ზოგჯერ ომის ოფიციალური გამოცხადებაც კი არ არის საჭირო, რომ უფრო დიდი კონფლიქტი დაიწყოს. ზოგჯერ საკმარისია ერთი გემი, ერთი რაკეტა ან ერთი არასწორი გადაწყვეტილება არასწორ დროს. როდესაც სპარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება, ჰორმუზის სრუტე უფრო და უფრო ხდება ყურადღების ცენტრში. ეს არის ვიწრო საზღვაო მარშრუტი, რომელიც კრიტიკულია გლობალური ნავთობის მიწოდებისთვის. და სწორედ აქ ვითარდება ახლა ამერიკასა და ირანს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაწილი. ბოლო წლებში ჰორმუზის გარშემო არაერთხელ მოხდა შევითროების ინციდენტები, დრონებით თვალთვალი და საზღვაო დაპირისპირებები. აშშ-ში სამხედროებისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების თქმით, ირანი იყენებს სწრაფი შეტევის ნავების, დრონების, სანაპირო რაკეტებისა და ასიმეტრიული საზღვაო ტაქტიკის კომბინაციას. იმის საჩვენებლად, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ საზღვაო მარშრუტების არევა. თეირანის თქმით კი ეს მხოლოდ თავდაცვაა მათი ტერიტორიის სიახლოვეს უცხოელი სამხედრო ძალების ყოფნის წინააღმდეგ. სიტყვიერი დაპირისპირებებისა და სამხედრო განცხადებების მიღმა მიმდინარეობს კიდევ უფრო დიდი ბრძოლა. სადაზვერვო ომი. იმ დროს, როცა ირანის ზღვაში ძალას ათვენებს, ამერიკა კი აფართოებს სადაზვერვო ოპერაციებს, სატელიტების, სადაზვერვო თვითმფრინავების, დრონებისა და საზღვაო მონიტორინგის სისტემების გამოყენებით, რათა დააკვირდეს ირანის სამხედრო რესურსების გადაადგილებას. თავდაცვის ანალიტიკოსების თქმით, პერსიის ყურეში ყოველი მცირე დაპირისპირება უბრალოდ დაშინება არ არის. ეს ასევე არის გზა, რომ შეაგროვონ ინფორმაცია თითოეული მხარის შესაძლებლობების, მდებარეობებისა და რეაგირების ნიმუშების შესახებ. ამიტომ ყოველი დრონის ფრენასა და ყოველი გემის ჰორმუზში მოძრაობას თან ახლავს
უფრო ღრმა სტრატეგიული გათვლა. ეხლა ვაშინგტონში კვლავ განიხილავენ ახალი საზღვაო ოპერაციის შესაძლებლობას, რათა დაიცვან კომერციული გადაზიდვები რეგიონში. მაგრამ როდესაც ეს ხდება, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დაპირისპირების რისკი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. რადგან თუ ირანის ძალებსა და აშშ-ს სამხედრო გემებს შორის კვლავ ინციდენტი მოხდება, სიტუაციის დიპლომატიურ გზაზე დაბრუნება ძალიან გაჭირდება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებზე საუბარია, ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ ამჟამინდელი სიმშვიდე ძალიან მყიფეა. თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც კი რამდენიმე საჯარო განცხადებაში მიანიშნებდა, რომ ის არ არის დარწმუნებული მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობით, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი განცხადებები ასევე პოლიტიკის ნაწილია და Mahalagang tandaan na ang mga ganitong statements ay bahagi rin ng political messaging at negotiation pressure. Sa madaling salita, parehong ginagamit ng Washington at Tehran ang media, speeches at public rhetoric para palakasin ng kanilang bargaining position. ამასობაში კიდევ ერთი სენსიტიური საკითხი კვლავ წამოიწია. ქურთული ჯგუფების როლი რეგიონში. უკვე დიდი ხანია ქურთულ ფრაქციებსა და ამერიკას, ირანს, თურქეთს, ერაყსა და სირიას შორის ურთიერთობები რთულია. ქურთული ორგანიზაციები ერთიანი ჯგუფი არ არის. მათ აქვთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, ალიანსები და სამხედრო სტრუქტურები, რაც იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც ისინი იმყოფებიან. ამიტომ, როდესაც გავრცელდა განცხადებები სავარაუდო იარაღის გადაცემასა და ფავლ ოპერაციებზე, რამდენიმე ქურთ ლიდერს სწრაფადვე მოხვა წინააღმდეგობა და უარყოფა. ამ დროისთვის ამ ბრალდებებიდან ბევრ მათგანს დამოუკიდებელი დადასტურება არ აქვს. და ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ასეთი ტიპის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ყველაფერი სავსეა პროპაგანდით, საინფორმაციო ომით, გაჟონილი ინფორმაციით და ფსიქოლოგიური ზეწოლით სხვადასხვა მხარისგან. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ზოგჯერ რთულია გაარჩიოს, რა არის გადამოწმებული ფაქტი და რა მხოლოდ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ ნათელია. მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო ხდება, რადგან ამ ბრძოლაში მხოლოდ რაკეტები და გემები არ გამოიყენება. აქ შედის სადაზვერვო ოპერაციებიც, ეკონომიკური ზეწოლა, კიბერომი, ეს ქმნის გლობალურ ნარატივს. და როცა ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება რეგიონში, რომელიც უკვე დიდი ხანია კონფლიქტებით არის სავსე, კონფლიქტი თულაც მცირე ინციდენტები და დედაღმერთო რა ხდება, სანამ სოფლიო დაკავებული ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობით, კულისებში კიდევ ერთი მშვიდი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოძრაობა მიმდინარეობს, რომელშიც ჩინეთია ჩართული. ეს არის ჩინეთი. Tingin, mukhang solid ang support. თეირანის მხარდაჭერა. პეკინი თეირანის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველია ირანული ნავთობის ბოლო წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის სანქციები ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი. ამიტომ თეირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა პეკინთან, რათა მათი ეკონომიკა ცოცხალი დარჩეს. მაგრამ გეოპოლიტიკის რეალურ სამყაროში იშვიათად არსებობს მუდმივი მეგობარი, მხოლოდ მუდმივი ინტერესები. და აქ სიტუაცია ირანისთვის გართულებას იწყებს. Bloomberg-ისა და სხვა ფინანსური მედიის ცნობით არსებობს ნიშნები, რომ ჩინეთის ფინანსური რეგულატორები თითქოს მოუწოდებენ ჩინეთის დიდ ბანკებს ფრთხილად იყვნენ ახალი სესხების გაცემისას იმ რეფინერიებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სანქცირებულ ირანულ ნავთობის ვაჭრობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ირანისთვის მხარდაჭერის პირდაპირ შეწყვეტას არ ნიშნავს, ეს აშკარა სიგნალია, რომ პეკინიც კი არ სურს ძალიან ჩაებას ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაპირისპირებაში. რადგან ჩინეთისთვის საქმე მხოლოდ ნავთობის იმპორტზე არ შემოიფარგლება, აქ ბევრად მეტი დგას სასწორზე. აქ შედის სავაჭრო ურთიერთობები ამერიკასთან, გლობალურ საბანკო სისტემაზე ცდომა, ტექნოლოგიების შეზღუდვები და ჩინეთის ეკონომიკის სტაბილურობა. და აქ ჩანს ჩინეთის ნამდვილი დილემა. ერთი მხრივ მათ სულთ აჩვენონ, რომ ისინი ბრმად არ ემორჩილებიან ამერიკის სანქციებს, მაგრამ მეორე მხრივ არც ის უნდათ, რომ საფრთხე შეუქმნან საკუთარ ფინანსურ სისტემას და საერთაშორისო ბიზნეს ინტერესებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან საჯაროდ მკაცრად გამოდიან აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ, როდესაც საქმე ფინანსურ გადაწყვეტილებებს ეხება, პეკინი უფრო ფრთხილად მოქმედებს. და შესაძლებელია, რომ ეს კავშირი კონდეს იმ მაღალი დონის შეხვედრებსაც, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან აშშ-სა და ჩინეთს შორის. როდესაც დიდი დიპლომატიური მოლაპარაკებები ახლოვდება, როგორც წესი, ზესახელმწიფოები თავს იკავებენ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია. მართალი რომ ვთქვათ, ვაშინგტონი და პეკინი მხოლოდ ირანს არ განიხილავენ. აქ შედის სავაჭრო ომი, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, სამხედრო კონკურენცია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ტაივანი და გლობალური ეკონომიკის მომავლის კონტროლი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანის საკითხის თავიდან აცილებაც შეუძლებელია. რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაგრძელების ფონზე იზრდება ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებსაც თეირანთან ეკონომიკური კავშირები აქვთ. და ჩინეთისთვის მათ ძალიან ფრთხილად უნდა შეინარჩუნონ ბალანსი. თუ
ძალიან დაშორდებიან ირანს, შეიძლება დააზიანონ თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ თუ თეირანს ზედმეტად დაუჯერებ მხარს, შესაძლებელია თავადაც დაექვემდებარონ მეორად სანქციებსა და ეკონომიკურ საპასუხო ზომებს ამერიკის მხრიდან. ამიტომ ახლა ვაშინგტონს, პეკინსა და თეირანს შორის ყველაფერი ჭადრაკის პარტიას გავს. თითოეულ სვლას გააზრებული გათვლა ახლავს. თანამედროვე გეოპოლიტიკაში ბრძოლაში მხოლოდ რაკეტები და სამხედრო გემები არ გამოიყენება. დიდი როლი აქვს ეკონომიკას, ნავთობს, საბანკო სისტემას და სუპერსახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, როგორიცაა ამერიკა და ჩინეთი. მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება, Wall Street Journal-ის ცნობით, დასავლეთ ერაყში სავარაუდოდ დროებითი ასაფრენი ზოლი აშენდა ისრაელსა და ირანს შორის ესკალაციამდე. სრული დეტალები ჯერ დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის, მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ლოგისტიკა თანამედროვე ომში. სამხედრო ძალები დიდი ხანია იყენებენ დროებით ან გადასატან ასაფრენ ბილიკებს, რათა თვითმფრინავები ოპერაციასთან უფრო ახლოს იყოს და არ დაეხვნონ მუდმივ ბაზებს. ეს მნიშვნელოვანია საწვავის შევსებისთვის, სამაშველო მისიებისთვის, მეტყუპურეობისთვის და სწრაფი განლაგებისთვის. თვით დონალდ ტრამპმაც კი ისაუბრა პორტატულ აეროპორტებზე ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეტალი შეიძლება გადაჭარბებული იყოს, მართალია, რომ აშშ-ის სამხედროებს და სხვა დიდ ძალებს აქვთ მოცინავე მობილური აეროდრომის სისტემები. თანამედროვე ომში მხოლოდ ცეცხლის ძალა არ არის მთავარი, მობილურობაც მნიშვნელოვანია. ვინც უფრო სწრაფად გადაადგილებს თვითმფრინავებს, პერსონალს და მარაგებს, მას აქვს სტრატეგიული უპირატესობა. და ახლო აღმოსავლეთში ბევრი ოპერაცია ხდება სათაურების მიღმა. ხშირად საზოგადოება ამ ყველაფერს მხოლოდ გაჟონილი ანგარიშებით, სატელიტური სურათებით, აბით ან დაზვერვის გამჟღავნებით იგებს. ამიტომ მაშინ, როცა კამერების წინ დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კულისებში ჩუმად სტრატეგიული ოპერაციებიც ტარდება.